1-2-3 ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ დიდი მადლობა. საინტერესო იყო და ალბათ შეკითხვებიც არსებობს. ავტორებს გთხოვთ თუ შეიძლება. მობრძანდით. რაც ფილმში ვერ ვთქვი. მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ, ძალიან გიხარია რომ ამ ცივ საღამოს გამწევთ დრო ამ ფილმს. ისმის მოკლედ მადლობა მინდა გითხრათ აქ ყოფნისთვის. ჩემთვის მე ქუთაისელი ვარ და გელათი და ბაგრატი ჩემთვის არის არ ვიცი როგორი ადგილები, ძალიან წმინდა, ძალიან საყვარელი და მართლა 2020 წლიდან როცა დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა ძალიან ბევრი ღამე ვათენეთ, არ ვიცი ამ დოკუმენტების კითხვაში, ყველაფერი წაკითხული გვაქვს რაც გელათზე არსებობს და ამ ფილმზე რომ მუშაობდით, 3ჯერ გადავაწყვეთ სცენარი. ძალიან დიდი არ უნდა გამოსულიყო, იმიტომ რომ არ უყურებდნენ. თან მინდოდა რომ მთელი ამბავი რაღაცნაირად ჩაგვეტია და რაღაცა წარმოდგენა შეგვექმნა რა დაემართა ამ ძეგლს და ახლა რა ვითარებაა და რას აპირებენ, საერთოდ თუ აპირებენ რამეს. და მოკლედ მართლა ურთულესი იყო რომ ეს ყველაფერი ასე და ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი თუ რაღაცები დაგაკლდათ. მეც ვიცი რომ რაღაცები აკლია, იმიტომ რომ ვერ ჩავატიეთ ფიზიკურად ამ ქრონომეტრაჟში. თუ ვინმეს რაიმე უფრო დეტალურად უნდა რომ ნახოს, 20 სტატია გვაქვს საიტზე და შეგიძლიათ თქვათ უფრო სამეცნიერო დონეზე თუ ვინმე საინტერესებს გელათის ამბავი, იქ ყველა დოკუმენტი, ყველაფერი არის მიბმული, ყველა მტკიცებულება რომელიც გქონდა ამ დროის განმავლობაში მოგროვებული და თუ ახლა ვინმეს კითხვები გაქვთ დამატებით, რაიმე გაინტერესებთ, სიამოვნებით ვუპასუხებთ. მე აზრით რა შეიძლება გავაკეთოთ მოქალაქეებმა? ამაზე გიფიქრიათ დარწმუნებული რომ გიფიქრიათ? კი, ანუ ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა თუ ვინც არიან, ამ ეტაპზე მხოლოდ რეაგირებენ იმ თემებზე, რაზეც იქმნება ხმაური. და ყველაზე მცირე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ინფორმაციის გაზიარება და გელათის შენარჩუნება, ამ თემის შენარჩუნება ერთ-ერთ ცხელ თემად, იმიტომ რომ თუ რაღაცა თემა მიყუჩდება, ასე რომ ვთქვათ და გავა თვალთახედვის არედან, ეგრევე ივიწყებენ. ამიტომ გელათი მხოლოდ მაშინ კი არ უნდა გვადარდებდეს, როცა წყალი ჩავა და ამას ვხედავთ და რაღაც აჟიოტაჟი ატყდება, ან როცა ჯვარს მოხსნიან. არამედ უნდა გვადარდებდეს ყოველ დღე, იმიტომ რომ იქ ყოველ დღე ხდება ეს პროცესი, ანუ მხატვრობა ზიანდება ყოველდღიურად. ეს ანუ არ მომხდარა ერთბაშად მხატვრობის დაზიანება, მხოლოდ 2018 წელს და ან 2020 წელს არ დაზიანებულა. ეს არის მუდმივი პროცესი. იქ მუდმივად უნდა იყოს რესტავრატორები, რომლებიც არ ვიცი, არ იყვნენ გარკვეულ პერიოდში და დიდი რამე დავკარგეთ ამით, დაიკარგა მხატვრობის ნაწილი და თუ საზოგადოება შეინარჩუნებს ფოკუსს და ამ თემას არ გაუშვებს ყურადღების მიღმა, შეიძლება რომ ამას მოყვეს რამე. მეორე არის ის, რომ რაღაცნაირად ეს უნდა გახდეს უფრო მეტი აქტივისტის გაერთიანების წერტილი. გელათის თემით უნდა დაინტერესდეს მეტი აქტივისტი და მოითხოვონ ეს გამოძიება, რომელიც უკვე მე-6 წელია მიდის. ანუ და კი იცით გამოძიება ჩვენ ჩვენნაირ ქვეყანაში როგორც მიდის ხოლმე არაფერ არსებიც არ ცვლის, ხო? და ის ადამიანები, რომლებიც აი ნახეთ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ ლურჯი ტენტი გადაეხურა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ახლა გელათზე საერთოდ ლაპარაკიც კი აღარ უნდათ, იმდენად რა ვიცი, რა პოზიციაში არიან, ხო? და საერთოდ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას ამხელა ძეგლის დაზიანებაზე. ამიტომ აქტივისტები თუ გარკვეულწილად დღის წესრიგში ამყოფებენ ამას და ნუ პოლიტიკოსებზე უკვე ლაპარაკიც არ მინდა, იმიტომ რომ ისეთ თემებს არ აყენებენ დღის წესრიგში, რომ ეხა გელათი რო არ დააყენონ, ალბათ გასაკვირიც არაა, მაგრამ თუ აქტივისტები მაინც და გელათის გულშემატკივრები რაღაც გარკვეულ დღის წესრიგს შექმნიან ამ თემის გარშემო და მოითხოვენ გამოძიებას, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება დაისაჯონ ისინი, ვინც
ამ დღეში ჩააგდო ძეგლი და ეს შეიძლება გახდეს მერე მაგალითი სხვა ადამიანებისთვის. იმიტომ რომ ბევრი ძეგლია, ვნახეთ სვეტი ცხოველს რა ემართება, ვნახეთ ჯვარს რა ემართება, შატილის კოშკებზე გქონდა იგივე, სვანეთის კოშკებს აქვს პრობლემა. ანუ ყველგან სისტემის მიდგომა არის ერთი და იგივე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ერთი მეთოდოლოგიით მუშაობს ყველა ძეგლთან. და რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამ სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გადახედვა და შესწავლა. იმიტომ რომ გულგრილობაზე არის მუხლი დამატებული, სამსახურებრივ გულგრილობაზე და მე დიდი ეჭვი მაქვს, არ გითხრა პროკურატურამ მეტი დეტალი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს გულგრილობის საკითხი ზუსტად მიემართება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და რაღაცნაირად უნდა მივიდეს ეს საქმე ბოლომდე, რომ დადგინდეს ვინ იყო გულგრილი. შეუძლიათ ჩვენ სტატიებსაც გადახედონ, იქ ბევრი სახელი და გვარი არის ნახსენები, ვინც გულგრილი იყო გელათის მიმართ. იმედია გუპასუხე თქვენ შეკითხვას. ეს იყო რაზეც მიფიქრია, უბრალოდ ძალიან რთულია იმის ზუსტად თქმა, რა უშველის ახლა გელათს. ნუ უშველიან სპეციალისტები, რასაკვირველია, სპეციალისტები უნდა იყვნენ იქ კარგი სპეციალისტები, რომლებსაც გული შეტკივათ მართლა და თვალს არ გვიბამდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ იცი რა ყველაფერი კარგათაა. ჩვენ რო ხარაჩოზე არავსულიყავით და ჩვენ თვალით არ გვენახა ეს მხატვრობა როგორცაა, მაშინ უნდა ვენდოთ ლელა ნინოშვილის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგათაა. აი ლელა აქა. დიახ, ძალიან მიხარია. რომ აქ ხართ და შეგვიძლია ახლა მაინც გკითხოთ ეს. აქ ვარ პირველში არა, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი. მე ვარ იმიტომ რომ ყველა აქ ვართ. ვისაც დღეს ქვეყანაზე გული შესტკივა. ძალიან დიდი მადლობა ფილმისთვის. ზოგადად კრიტიკა კარგია, ოღონდ რა თქმა უნდა ეს კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი და ობიექტური. იმიტომ რომ რაღაცები იყო ეხლა რაშიც მე ვერ დაგეთანხმებით. რა თქმა უნდა თქვენ ახლა ნუ კი, იმიტომ რომ მე კარგად ვიცი, ხო, რაც ხდება გელათში და რასაც რასაც ცდილობს რეალურად ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს. მზაობა მართლა ძალიან დიდია და სურვილიც ძალიან დიდია, უბრალოდ გელათის პრობლემა არის თავი მოიყარა გელათში ზოგადად აი სისტემის და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემამ, რაც საქართველოში დგას და რაც აი ამ წლების უმოქმედობის შედეგია. გელათმა ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოიტანა. რეალურად ეხლა რასაც თქვენ ამბობთ, ხო, რომ აი ამ სისტემა არ მუშაობს. ეხლა ხდება, რომ აი ამ გელათის პრობლემამ შექმნას და ჩამოაყალიბოს რაღაცა სისტემა, რაც მერე შეიძლება განვითარდეს და თქვა სხვა ძეგლებზეც გავრცელდეს, იმიტომ რომ გელათის გარდა დღეს საქართველოში არ მეგულება რომელიმე ძეგლი, რომელიც დაახლოებით მსგავს სიტუაციაში არ იყოს. ყველა ანალოგიურ სიტუაციაშია მხატვრობიანი ძეგლები განსაკუთრებით, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად ვიზუალურად აღსაქმელია ის პრობლემები. უმეტესობას ესეთი მდგომარეობა აქვს. ხო, აი ამ ზაფხულს მაგალითად სვანეთში ვიყავი და კატასტროფული სიტუაციაა. ამის დრო სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში არ აგვაქვს და ამის ფუფუნება, რომ ამაზე ვილაპარაკოთ და ეს მოვთხოვოთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, თორე მართლა თავზე გვემხობა ყველაფერი, რაც გვაქვს. ეხლა მთელი ინტერესი და მთელი ყურადღება არის გელათზე მიმართული. შეიძლება ახლა უპასუხოთ კითხვებს, რაზეც არ გვიპასუხეთ. კი, უბრალოდ მე ვერ შემოვალ ეხლა თქვენთან რაღაც ჟურნალისტურ ინტერვიუს ვერ ხატრობის მდგომარეობა. ხატრობის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ნუ გონიათ და ნუ არ გავრცელდეს ესე ინფორმაცია, რომ იქ ხალხი ვინც მუშაობს არის უმოქმედო. მართლა ყველაფერი კეთდება ეხლა იმისთვის, რომ ეს ხატრობა იყოს დაცული, ძეგლის საუკეთესო ინტერესი იყოს დაცული, ის მხელა კონსტრუქცია, მხელა ხარაჩოც იმიტომ გაკეთდა, რომ ის ხატრობა არ დაზიანდეს და წყალი აღარ ჩავიდეს. ჩვენ რაც იქ ვართ, უკვე 2023 არ საჩადის. აი აფსიდზე არ ჩადის და მოზაიკა არ ჩასულა წყალი. არ ჩასულა, კი, გვაქვს. არ ჩასულა წყალი, არ ჩასულა. გასაჯაროვებულია ყველაფერი. კომიტეტის ვებგვერდზე აბსოლუტურად ყველა ტიპის ინფორმაცია ითვირთება. არის, აი თქვენ ახსენეთ, რომ მონიტორინგიო და მაღალი ხარისხის ფოტოებიო ძალიან დიდი რაოდენობის მასალა, არ ვიცი, ამის ძალიან დიდი დრო ჭირდება, რომ ამას გაეცნოთ, იმიტომ რომ 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვიური აი არ ვიცი, გადამეტებული მონიტორინგი მიმდინარეობს და ამის შემაჯამებელი ანგარიშებიც არსებობს, რომელიც ითვირთება ამ ვებგვერდზე ნებისმიერ შეუძლია, რომ
ნახოს. მე ხა აქ ნამდვილად არ გამოვდგებია კომიტეტის ადვოკატად და არც ვაპირებ ამას. უბრალოდ ჩემი როგორც რესტავრატორის პოზიცია, იმიტომ რომ აქ მყოფებიდან ალბათ ყველაზე კარგად მე ვიცი იქ რაც ხდება და ამ მხრივ გულგრილობას აი ამ ჯგუფს ვინც ეხლა მუშაობს, ნუ დააბრალებთ ნამდვილად, იმიტომ რომ არ იქნება სწორი თქვენ რო იყავით ახლა იქაც ხარაჩოზე ასული, რა თქმა უნდა, არ უნდა ასულიყავით ხარაჩოზე, არ უნდა მიგეცათ თქვენი თავისთვის ალბათ უფლება, რომ მით უმეტეს საკურთხეველში, მით უმეტეს საკურთხეველში არ ყოფილვარ, ხარაჩოზე ვიყავით და ნუ მოზაიკა ჩანდა. ხო, ნუ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს სამუშაო პროცესია, არ არის მიტოვებული, არ არის მიტოვებული, რასაკვირველია. შაბათი, ალბათ შაბათკვირა იყო და იმიტომ. შაბათკვირა იყო, მაგრამ შაბათკვირა ალბათ მაგიტომ. ალბათ მაგიტომ, იმიტომ რომ ეხა 2 დღის წინ ჩამოვიდა ჯგუფი, აღდგომის მერე ახალი ჯგუფი მივდივართ. ანუ მუდმივად სულ ვცდილობთ რა, ანუ საქმე მოითხოვს და იმიტომ ვართ იქ. და რაც დაკარგულია იმ ხატრობას რა ეშველება, იმ 4 ფრესკას. ანუ რასაც იტალიელები ერთ კითხვას დავამატებ, ხო, როგორც რესტავრატორი მინდა გკითხოთ, რა ტაიმლაინია ხა, რა დროში დავინახავთ კარგ შედეგს? აი ხა რომ მკითხა გოგონამ ბოდიში თქვენი სახელი არ ვიცი. იმას რა ეშველება, იმას აღარაფერი აღარ ეშველება სამწუხაროდ, დღის უკან ვერ მობრუნდება. ეხლა მთავარი ამოცანა არის, რომ ის რაც არის ჩვენამდე მოღწეული და შენარჩუნებული, ისე შევინარჩუნოთ, რომ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე. კირიონ ონიანმა ან შარშან რომ ვიყავით გელათში, რიკერბი და შეკედე იყვნენ ჩამოსული იმ დროს, აი ასეთი რაღაცა გვითხრა სიტყვით. იტალიელები რაზეც მუშაობდნენ, ის 4 ფრესკა, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო და ნახსენებია ფილმში, აი ზუსტად ასე გვითხრა, რომ ესო ბოლომდე უნდა დეგრადირდესო და მერე დავიწყებთ ჩვენ სამუშაო პროცესსო და ცოტა ლოგიკა, ანუ ლოგიკურად რომ მივუდგეთ, რატო უნდა დეგრადირდეს ბოლომდე და დაიკარგოს? თუ კი შესაძლებელი იყო იმის შენარჩუნება. ესე არ არის. ასე გვითხრა, შემიძლია ჩანაწერიც მესმის, მაგრამ ესე არ არის, ეს არ არის სწორი მიდგომა და ზოგადად ესე არავინ არ მუშაობს და არ ხდება ესე. უბრალოდ იგულისხმა ფიქრობ ალბათ რომ გამოშრობის პროცესი უნდა დასრულდეს და სანამ არ დასრულდება გამოშრობის პროცესი მანამდე ჩარევას არანაირი ეფექტი არ ექნება. ამასობაში დაიკარგა ის. მესმის, მაგრამ სამუშაოებს ხელმძღვანელობს ამ შემთხვევაში თავარტაძარში, მე აღარ ვარ თავარტაძარში, მე ხელმუშაობ წმინდა გიორგის ეკლესიაზე. სამუშაოებს ხელმძღვანელობს 2 უმაღლესი რანგის ბრიტანელი ექსპერტი, რომლის იქით არავინ აღარ არის. და მათი მეთოდოლოგია არის ესეთი, რომ აკვირდებიან ისტორიულ მონიტორინგს ახორციელებენ, აკვირდებიან დინამიკას, დაზიანების, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს, რამდენად საჭიროა ჩარევა, რამდენად არ არის ჩარევა საჭირო და იმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. ანუ მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის ემყარება მონიტორინგს. შესაბამისად, ეხლა უკვე დაიწყეს, მე როგორც ვიცი, სამუშაოები, ნართექსშიც მუშაობენ, აქტიურად რაღაცა ფლანგიც გაშალეს. ამიტომ ის პროცესი, რაც უძღოდა წინ აი ამ ფიზიკურ ჩარევებს, იყო საჭირო. არ გეგონოთ, რომ იქ ვიღაცა ტყუილა იჯდა და არაფერს არ აკეთებდა. თუ არ შეისწავლე ეს მხატვრობა, თუ ადამიანს დიაგნოზი არ დაუსვი, ძალიან რთულია რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის მაგალითები ბევრი გვაქვს. თუნდაც იმ იტალიელების ჩარევა, რომელსაც დღეს უკვე ვერაფერს აღარ უშვებით. იმიტომ რომ ისეთი მდგომარეობაა ეხლა რომ ძალიან რთულია რომ რაღაცა ისეთი მოძებნო და ისეთი ჩარევა განახორციელო რომ შენმა კიდევ უფრო მეტად არ დააზიანოს. არა, მე წარსულში ნუ რაფერს ნუ მკითხავთ, მე არ ვამბობ, მაშინ რა კეთდებოდა, მე ეხლა რა კეთდება იმაზე ვილაპარაკე. ხო, აი იმის მერე რამდენი წელი გავიდა? აი ეს საპატიებელია ამ ხელისუფლებისთვის? ეს არის აი კატასტროფა. აი არ ვიცი, არაფერში არ ჭირდება. მოდი მან ერთი რაღაც ქალბატონო ლელა, თუ შეიძლება აქ ხართ ხომ მგონი ისე თქვენთან, ანუ მე გირეკავდით პრინციპში და მართლა ერთი შეკითხვა გქონდა თუ რა ხდება ახლა რა მდგომარეობაა მხატვრობაზე და სინამდვილეში რატომაც
არის რაღაცა ეს გაუგებრობა შეიძლება ახლა თქვენსა და ჩვენ შორის თქვენ თქვით რომ არ გვეთანხმებით კარგი იქნება ხოლმე რომ გამჭვირვალე იყოს უფრო მეტად ეს პროცესი და ჩვენ არ გვიწევდეს რაღაცნაირად მუდმივად რეკვები და ლოდინი კვირაობით ნუ მოკლედ ეს არის პრობლემა არ ვიცი თქვენ დამეთანხმებით თუ არა ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა უბრალოდ თქვენ ახსენეთ კომიტეტის ვებგვერდი სადაც ყველა დოკუმენტი იტვირთებაო ესეც მინდა რომ აქ ვინც არის აუდიტორია იმან იცოდეს რომ აი ფაქტის ჟურნალისტები ვინც 5 წელია ამ გამოძიებებზე მუშაობდა და მათ შორის ფილმზე და სტატიებზე მუდმივ რეჟიმში თქვენ თქვით რომ ისტერიულ მონიტორინგს აწარმოებენო ზუსტად ასე ისტერიულად ვამონიტორინგებთ ხოლმე ვებგვერდს და ყველა დოკუმენტს ხსნით და ვნახულობთ მე მაინტერესებს არ ვიცი თუ დღეს ან გუშინ აიტვირთა რაიმე ან ჩვენ აქ ყოფნაში და ჩვენ არ გვინახავს დაგვიზუსტეთ თებერვლის შემდეგ ანუ მას შემდეგ რაც იქ აფსიდზე დაზიანებულ კრამიდზე თოვლი იდო მას შემდეგ თქვენი ინფორმაციით თუ ჩატარდა რაიმე მონიტორინგი საკურთხეველში ან ტაძარში იმის შესახებ რომ დაგედგინათ ნუ დაედგინათ ვისაც ეს ევალებოდა დააზიანათ თუ არა თოვლის საფარმა ჩავიდა თუ არა წყალი ტაძარში იმიტომ რომ თქვენ თქვით რატომ ახვედითო ხარაჩოზეო ჩვენ რომ იქ მივედით ანუ არავინ არ იყო ერთი პატარა ლენტიც კი არ იყო გაბმული სადაც ეწერებოდა რომ მიმდინარეობს სამუშაოები და არ უნდა შევიდეს არავინ და ნუ ჩვენ ამას გავითვალისწინებდით ეს რომ ყოფილიყო მაგრამ ჟურნალისტური ინტერესი ჩვენ გქონდა მაღალი რომ ავსულიყავით და გვენახა მოზაიკის მდგომარეობა იმიტომ რომ ჩვენ არ გვინახავს დოკუმენტი თებერვლიდან დღემდე რომელიც იტყოდა რომ თოვლი რომ იდო იქ და ჩვენ ამას თვალით ვხედავდით გაჟონა იქ წყალმა და მიაღწია მოზაიკამდე თუ არ მიაღწია და ჩვენ რომ იქ მივედით ვნახეთ რომ გაუარესებული იყო მდგომარეობა ჩვენი თვალითაც ვნახეთ და თუ თქვენ მოგვაწოდებდით ამას კომპეტენტურ კვლევას მონიტორინგის დასკვნას ჩვენ ეს ინტერესი ბუნებრივია აღარ გვექნებოდა და იქ არ ავძვრებოდით და ნუ საშიშიც იყო პრინციპში ამის გაკეთება ამ კითხვაზე რომ მიპასუხოთ თუ არის მონიტორინგის შედეგები მონიტორინგის შედეგები თუ იყო მარტო ეს რომ გაგვაცნოთ მონიტორინგის შედეგები ხატრობაზე ყოველთვიური კეთდება და ატვირთული თუ არ არის აიტვირთება აუცილებლად და შეგიძლია გაიცნობით საზოგადოებასაც აი ექნება წდომა და შეუძლია რომ გაეცნოს რაც შეეხება მოზაიკაზეც დასრულდა კვლევა მომზადებულია უკვე მეთოდოლოგია რამდენიმე კვირის წინ იყო პრეზენტაცია ამ პროექტის და უშუალოდ ამ ადამიანის კვლევის შედეგებით მაგას ამბობს რომ მიმდინარე ინფილტრაცია ეხა იქ აღარ ხდება თუ არ ვიცი დამიჯერებთ თუ არ დამიჯერებთ ამ დოკუმენტებს გაეცანით და დოკუმენტებს დაუჯერებთ როცა გასაჯაროდება დოკუმენტი იმიტომ რომ რეალურად აი რა მოტივი უნდა გამომზროვდეს ეხა მე აი აქ მოსულს რომ გითხრათ რომ თუ წყალი ჩადით გითხრათ რომ არა არ ჩადის წყალი ეხა ხო აბსურდია ამიტომ აფსიდში წყალი არ ჩასულა 25 კი და 5 თებერვლის შემდეგ 2024 წლის 5 თებერვლის შემდეგ როდესაც იყო ქუთაისში მახსოვს იქ ვიყავით ჩვენ იმ მაშინ იმ მომენტში იყო რაღაცა საოცარი ქარბუქი იყო ქარიშხალი აი მაშინ რო ჩავიდა ინფილტრაცია ამის შესახებაც გავრცელდა ტელევიზიითაც გავრცელდა მე მონიტორინგის ანგარიშებიც დაიდო იმის მერე რაც ეს დროებითი გადახურვა მოეწყო იქ წყლის ჩასვლა არ დაფიქსირებულა არსად დოკუმენტურად არის დადასტურებული. რა თქმა უნდა, არაერთი მონიტორინგის ანგარიშია, არაერთი აი უამრავი მონიტორინგის ანგარიში არის ამის დასტურებლად და როცა ჩავიდა მესამე დღესვე დაიდო ეს ანგარიში, იმიტომ რომ დასამალი მართლა არაფერი არ არის. ის რაც ჩვენ იქ დაგვხვდა, იყო უმძიმეს მდგომარეობაში, დღესაც მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ მასშტაბი არის ძალიან დიდი, უზარმაზარია. და გარდა მასშტაბისა არის კომპლექსური ძეგლი ზოგადად თავისი ისტორიით, თავისი სირთულეებით, თავისი ტექნიკით. იმიტომ ამ ყველაფერს თუ არ გაეცანი და თუ არ შეისწავლე და ნაჩქარევად მიიღე გადაწყვეტილებები, ისევ იგივე წრეზე წავალთ, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ამიტომ არ ვიცი თუ დამიჯერებთ მართლა გულწრფელად ყველას გვაქვს და გვამოძრავებს ერთი მიზანი, რომ გელათის მხატვრობა გადარჩეს არქიტექტურა გადარჩეს, იყოს დაცული და რაღაცნაირად სამომავლოდაც ეს გახდეს მაგალითი სხვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადად საქართველოში და ზოგადად ქვეყანაში. ჩვენც ეს მიზანი გვამოძრავებს. ანუ ჩვენს იდეაში, ანუ უბრალოდ როცა ჩვენ ამდენი წელია ამას ვუყურებთ, რომ იდება უამრავი დოკუმენტი, ქვეყნდება ეს კვლევები, ანგარიშები, ჩვენც ვკითხულობთ ამ ათასობით გვერდს, რაღაც ვათვალიერებთ ამ ფრესკების, მოზაიკის სურათებს და
ამით რა იცვლება? ანუ ხო დაზიანება მიდის, ეს ნახat ესენი ფრესკები იკარგება, მოზაიკა იკარგება. დიახ. არა, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ ანგარიშების გამოქვეყნება მხოლოდ არ ცვლის საქმეს. თუ იქ ჩვენ რეალური რაღაცა ნაბიჯები არ გადავდგით და მესმის რასაც ამბობთ, ეხლა წერთ და ვკითხულობ და ვართ ამ რეჟიმში. ახლა ისეთ რა არის ძალიან უცნაური რაღაც. იმიტომ რომ მეც ამ დარგში ვმუშაობ. და აბსოლუტურად შემთხვევით მოხვდი და რომ დავინახე რომ გელათის თემა გავჩერდი, რა თქმა უნდა გელათის თემა ვიცი, ისევე როგორც ესე კარგად არა, მაგრამ ვიცი. პრობლემა ძალიან კომპლექსურია, იმდენად კომპლექსურია, რაც თქვა, დაზიანება იმდენად მასშტაბურია, საუბედუროთ მეთოდოლოგიურად ისეთი შეცდომები იქნა დაშვებული, ეხლა ამის ხელაღებით ესე უცბად გადაწყვეტა ძალიან რთულია კონსტრუქციას რაც ეხება. მე საბჭოს წევრიცა ვარ. აი რო გამოდიოდა უამრავი პროექტი გამოვიდა სხვადასხვა კონსტრუქციის. ძალიან რთულია იმ პირობებში სწორი კონსტრუქციის შერჩევა. იმიტომ რომ არ აძლევს ის ადგილი ამის საშუალებას. რა თქმა უნდა, გამოდიცით როგორ არის ეს სპეციალისტები, ვინც უშუალოდ მუშაობენ, რა თქმა უნდა, ლაბორატორიასავით არის და რა თქმა უნდა, ექსპერიმენტებია. იმიტომ რომ ზუსტი მეთოდოლოგია არც იუნესკომ არ იცის, არც საზღვარგარეთ არ იციან, იმიტომ რომ აი ხო თქვენი ფილმიც ხო ესე დაიწყო. ერთ-ერთი კი არ არის. უნიკალურია ერთია. ანუ ანალოგს ვერ წაყვალ და ვერ იტყვი რომ ბიზანტიაში ესე იყო გაკეთებული, მოდით გავიმეოროთ, ვერ გააკეთებ ამას. ძალიან რთული თემა. ამას უნდა ისეთი დაფიქრება, ესე სწრაფად შეუძლებელია. მაშინ რა არის? თქვენ როგორ ხედავთ გამოსავალს? ნუ გამოსავალს აგერ დგას ხალხი და მუშაობს. მე არ ვიცი, მე ვიცი რომ ეს ადამიანი პატრიოტია და არის სპეციალისტი. აი მიმდინარე რეჟიმში. მე გეკეთ საზოგადოებაში არის გულგრილობა. არა, საზოგადოების ბრალია ეს სახელმწიფო გავს. ამას ვიტყვი. ჩვენი ყველას ამას ვიტყვი. მეგობრებო, პროფესიულ დისკუსიაში ნუ გადავართ და ნუს პოლიტიკურში. იმიტომ რომ თუ პროფესიულში შეგვიძლია დიდი ხანი ვიკამათოთ, თუ პოლიტიკურში კიდევ უფრო დიდი ხანი. მე საზოგადოებას ვლაპარაკობ. არა, ვარ ხალხი რესტორატორის თავდაცვის რეჟიმში არის. სხვა რაღაცაზე იყო ერთი და ისო თავდაცვის ეხა უცებ ნახევარწელში ვერ გამოვა, სწორედ ის რაც 10 წლებია ინგრევა. ხოდა ეს უნდა თქვათ ის არის რაც ფილმი ამბობს ის არ არის რომ ეხა კონკრეტული რესტორატორი არ არის საკმარისი რაც კეთდება. აი საკმარისი არის სხვა რაღაცას შეიძლება უფრო მეტი გააკეთო. თქვენც ხო არ არის საკმარისი ჩვენ ხალხმა საზოგადოებამ რა ვქნათ რომ ისტორიული ძეგლი გვენგრევა. ანუ თქვენ რაღაც დეტალებს რომ მიხსენებთ ერთ ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო. შედეგი არის ის რომ არ დამასრულებინეთ. თქვენ საკმარს დამასრულებინეთ. არ დამასრულებინეთ და უკვე მაკრიტიკებთ. იმიტომ რომ თავში იცავს და თავს რატო იცავენ? რატო უნდა დავიცვათ? არა, ეს მე ჩვენად ჩვენ მე არ დავაკეთებ. ჩემი ლოგიკა უნდა მოგახმაროთ რა. ეხლა აქ იყო საუბარი რომ ერთადერთი ძეგლია რომელიც და მაგითო ერთ ბრიტანელები და ერთ იტალიელები და ასე შემდეგ. საუკუნეებია ეს ძეგლი გვაქვს და მე მგონი თავის დასაწყობად შეგვეძლო რაღაცები შეგვესწავლა, სიტყვაზე რაღაც თუ დაზიანდება, როგორ შეიძლება მოვიქცეთ. რა მარტივი ამბავია. ეგერთი, მეორე, თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი სისტემატიური სამუშაოები მიმდინარეობს და ოპერატიულად მიეწოდება ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას. ეხლა ხან დაგისვეს კითხვა, საჯაროვდება ერთი წამი ქალბატონო, ანუ გოგონა მისაუბრა წეღან და მაგას პასუხო. კითხვა დაგისვეს ცოტა ხნის წინ, რომ თებერვლის მასალები საერთოდ ანუ შესწავლილია სადმე გასაჯაროებულად დევს თუ არა, აპრილის შუა რიცხვებია უკვე და არასდროს არ დევს როგორც ჩანს, ხო? რაღაც ოპერატიულობასთან დაკავშირებით ხოდა თქვენ საიტი ახსენეთ უბრალოდ რომ სადაც არ დევს. ერთი ძალიან ხო მარტივია.
შევიდეთ ეხლა საიტზე და ვნახოთ რა ხდება. ჟურნალისტებო, მოდი აქ გავაკეთოთ. შედით ვებგვერდზე და იქნებ ნახოთ. მეგობრებო, აქ ორი რაღაცა მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რა. ორივე მხრიდან და ეს არის საგანგაშო, ანუ ორი რესტავრატორების და ჟურნალისტების ამბობენ, რომ საგანგაშო მდგომარეობა არა მარტო გელათზე, არა მარტო ამ კულტურულ ძეგლზე, არამედ ყველა ძეგლზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ხო? ანუ ეს საგანგაშო სიგნალი უნდა ავანთოთ და საზოგადოებამდე მივიტანოთ, ხო? ჩვენი ამოცანაც ეს არის. ხო, ეს არის, ხო, ჩვენც ამიტომ ვართ აქ, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ. მესმის, აი ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ ალბათ საზოგადოებასაც ვერ ვაკნობთ რაღაცა, ალბათ ჩვენ თვითონაც პროფესიონალიზმი არ გვეყოთ, რაშია საქმე, არ ვიცით, მაგრამ კატასტროფაა, ხო? ქვეყანა ეხა ისეთ მდგომარეობაშია, რომ აი ესეთ აქცენტებზე სამწუხაროდ ვერ ვახდევთ კონცენტრირებას და ყურადღების მიღებას. აი ესეთ აქცენტებზე გამოაცხოს აი გამყარი გამახსენდა პირველი რა, ანუ ყველამ თავის საქმე ვაკეთებ პროფესიონალურ დონეზე. ხო და აი ამიტომ ეს ადამიანები ამიტომ არიან აქ, რომ საგანგაშო სიგნალი ჩაივთოს, ამაზეა საუბარი. და პირველ რიგში ეს საგანგაშო სიგნალი თქვენთან უნდა მოდიოდეს, თქვენგან უნდა მოდიოდეს. რა იმ ადამიანებისგან, რომლებიც პროფესიულად ეს ადამიანები ძალიან და პროტესტებენ და რა მეტი სიგნალი რა გაქნა. არ არის აქ მხარეზე საუბარი და ყველა ვდგავართ იმ მხარეს, რომ უკარგავთ ანუ საჯაროდ დაგეწყოთ თავი რაღაც გამოძიებები ჩაგეტარებინათ ტელევიზიაში ვისულიყავით. მე ვამბობ ერთ მარტივ რამეს რა, ჩვენ ყველა ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც ვიცით თქვათ, ხო? როდესაც ვხედავთ პრობლემას, პირველი სიგნალი უნდა მოდიოდეს ჩვენგან და ჟურნალისტებთანაც პირველი ჩვენგან უნდა მიდიოდეს, რომ აი მე პროფესიულად ჩემს საქმეში დავინახე რაღაც საგანგაშო ნიშნები და ამაზე ხმამაღლა საუბარს პირველ რიგში უნდა ვიწოდე მე და არა ვიღაც ჟურნალისტი არ უნდა დარბოდეს და იძიებდეს აბა რა მოხდა. ჩემი შეხედულებაა რა. როდესაც არა ხო, რა თქმა უნდა. ანუ ყველაფერი პოლიტიკაა, ხალბატონო, ვერ გაურბივართ მათ საკითხს, ანუ ყველანაირად გვეხება რა, ვერ დამისახელებთ პრობლემას ამ ქვეყანაში, რომელიც პოლიტიკამდე არ მიგვიყვანს. აგით, მეგობრებო, აქ არბიტრად ნამდვილად არ გამოვდგებით, ერთი ნამდვილად ის არის, რომ ხო, კითხები თუ არსებობს ამ ფილმთან დაკავშირებით და ზოგადად გელათთან დაკავშირებით, თქვენ გვერდში ვიგულეთ, არ ვიცი როგორ გაგამხნევოთ, არ ვიცი. ტკივამ, ნამდვილად ყველას ვსკივა რა. არ მჯერა ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც უნახავს ეს არა მარტო ეს კულტურული ძეგლი, საქართველოს თუ ერთხელ ვინმე შემოუვლია და უყვარს ეს ქვეყანა, არ მჯერა რომ ეს ყველაფერი არ სტკიოდეს. უბრალოდ ზოგიერთი პროფესიული თვალით უყურებს რაღაცა განგრძობით გრძელვადიან პროცესში, ჩვენ არაპროფესიონალები ამ ყველაფერს კატასტროფულად აღვიქვავთ. გესმის? რა თქმა უნდა შეიძლება. მიკროფონში თამბობენ. მე ვარ დაბალი რანგის საჯარო მოხელი. ანუ მე დაუშვათ არ მაქვს წვევა არც მინისტრთან, არც გადაწყვეტილების მიმღებ, ხო? მაგრამ აი ვზივარ დაუშვათ მე ერთი პერიოდი ხა აღარ მეხება, ეს საერთოდ ჩაჭრეს ეს ხარე, შემოდიოდა ზარები მოქალაქეების 20-დან 19 ითხოვდა მოქალაქე ჩვეულებრივი მოუხსენით ძეგლის სტატუსი არ მინდა. ნიშნის ხელს და მთელი საათობით ვუხსნიდი, რომ არ არის ეს შეთერხება, არ არის ეს გასაგებია სისტემა არის საშინლად გაუმართალი. კანონს არ ღვევს არათუ სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი არ ღვევს, მოქალაქე არ ღვევს, კანონს არავინ გადასარევი არა, მაგრამ ნორმალური კანონი გვაქვს. არა ის კანონი არის, რომელიც აი ყავდა ფრანგი ექსპერტები, თქვენს რომ თქვენი კანონით შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მაგრამ არ ხდება ეს, არ ხდება, იცით როგორ არის, არ ესმის ბიზნესს, როგორ მართოს და რა გაუკეთოს. მე კორუფციაში ვიხდით. ეს არის შეკრული მაგნეწრე, რომელსაც დამიჯერეთ, აი საყდრიზე იციფრები გადაიტანეს, მე ახლა უყურებდი, მე არ ვიყავი ამაში საერთოდ ჩართული, უბრალოდ უყურებდი სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც უყველა გაუშვეს მერე შედეგად, როგორ იბრძოდნენ, რომ საყდრის საკითხი სწორედ გადაწყვეტილიყო.
რამდენი რამე მაგრამ მივიღეთ ის რაც მივიღეთ. აღარ გვაქვს. აღარ გვაქვს. და ის ხალხი გაუშვეს სამსახურიდან. მარტივად. გასაგებია თქვენი პოზიციაც, გასაგებია. დიდი მადლობა ჟურნალისტებმაც, რესტავრატორებმაც, მეყურეებმაც, პოლიციელებმაც, პოლიტიკოსებმაც, რა ვიცი, ჩვენ მოქალაქეებმაც, ბავშვებმაც, მოხუცებმაც, ყველამ ერთიანად და თუ გინდათ ცალ-ცალკეც ერთად უნდა დავდგეთ ხალხო და ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. აქ იმიტომ ვდგავართ უკვე 140 დღეა და მთელი ცხოვრება ასეთი შეგრძნება გვაქვს ყველას დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრება რუსთაველის გამზირზე შევეზარდეთ. რაღაცნაირად აქ სახლი გონია კი არა სახლია ნამდვილად, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება აი ყველანთავი მთელი ცხოვრება დავამთავრეთ ბუდიშს ვიხდი. მთელი ცხოვრება ვაპროტესტეთ რაღაცას, ხან რაღაცას, ხან ვიღაცის ამ საშინელ რეჟიმებს და ასე შემდეგ. ნუ დავიღალეთ, მაგრამ თავარია რომ აი ვინც აქ ვდგავართ და ზოგიერთი ვერ გამოდის, მაგრამ სახლიდან არის თუ ინტერნეტიდან არის თუ უცხოეთიდან თუ საიდანაც არ უნდა იყოს, აპროტესტებს და იძახის რომ ხალხო ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ და ეს ქვეყანა უნდა დაერსგავსოს ქვეყანას, ბოლომდე ვიყავთ ეს საქმე. ჩვენი შესანარჩუნებელია, ეს ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ყველა პოლიტიკური შეხედულებით, ყველანაირი ადამიანის და ყველას აბსოლუტურად აღარ გავაგზავნოთ ეს შეფასებები. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, მზად ვართ რომ რა რითიც შეგვიძლია დაგეხმაროთ. თქვენც ქალბატონებო, რესტავრატორებო, თუ ჩვენ მოხალისეები ვართ აქ, მოქალაქეები ვართ, რომლებსაც რაღაცა შეგვიძლია, თუ რამის წვლილი შეტანა შეგვიძლია, რა ვიცი, მაისურების სიარული, მარშების სიარული, რა ვიცი, გაპროტესტება კიდევ უფრო სხვა ფორმით გვითხრით, რა გავაკეთოთ. დიდი სიამოვნებით აიხავეთ, გთავაზობთ ლექციას, მოგვიყევით, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და დაამწმუნდეთ ჩვენც, რომ აი რაღაცნაირად ღამე გაგვეცინათ რა. შემოგთავაზეთ ლექცია, ჩვენ გაგიხროთ ამ აუდიტორიას, მონიტორინგის შედეგები გავიკეთეთ. დიდი სიამოვნებით. ეს მენუდოდა ამის თქმა, საზღვარგარეთ არის სამწეხო ახალი მოძრაობა, ეს არის იდენტობა, იმიტომ რომ მემკვიდრეობა ჩვენი იდენტობაა. და ამას საზოგადოება ამას უნდა ჩატარდეს ძალიან ღრმა. ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი მოხალისე, არასამთავრობო და ასე შემდეგ და გააზრება თავს. მზად ვართ. კარგი იდეა რომ ლექცია. მზად ვართ, აი აქ ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, მოგძებნეთ, მოგწერეთ საჯარო დისკუსიისათვისა ყველაფერთვის დათავართ. სერტიფიკატს არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ჩვენს იმას მოგცეთ საჩუქრს პატარს. დიდი მადლობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენს ხელშია, გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ შემთხვევაში გამარჯვება გარდაუვალია. მადლობა ყურადღებისთვის.